თამთაშონგირაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების წარმომადგენელი და დღევანდელი ლაივ ჩართვის გამომბაში ვისაუბრებთ მომხმარებლის უფლებებზე საფინანსო და სადაზღვევო სექტორში. ჩვენ დღევანდელი ლაივ ჩართვის სტუმრები იქნებიან საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გზირიშვილი და საქართველოს სადაზღვევო სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების მთავარი სპეციალისტი კესარია აფხაზოვა. შეგახსენებთ, რომ მსმენელებს გაქვთ საშუალება, რომ ლაივის მიმდინარეობის პარალელურად დასვათ კითხვები ლაივის კომენტარების ველში, რომელსაც აუცილებლად გავახშერებთ მას შემდგომ, რაც ჩვენი თითოეული მოხსენებელი გააკეთებს თავის მოხსენებას. გარდა ამისა, აღნიშნავ, რომ მიმდინარეობს ლაივის ჩაწერაც, შესაბამისად იმ მსმენელს, რომელსაც არ გექნებათ საშუალება, რომ ბოლომდე დარჩეთ და მოусმინოთ ლაივს, შეგიძლიათ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფინოდუს გვერდზე კვლავ დაუბრუნდეთ ჩანაწერს. სანამ უშუალოდ მოხსენებებზე გადავიდოდეთ, მანამდე შეგახსენებთ, თუ რას ემსახურება ჩვენი ლაივ შეხვედრები. 15 მარტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელსაც არაერთი ქვეყანა აღნიშნავს, მათ შორის საქართველოც. 2021 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკი შეუერთდა ამ თარიღის აღნიშვნას ფინანსურ სექტორში. დღეს კი უკვე სხვა მარეგულირებელ უწყებებთან ერთად საქართველოს ეროვნული ბანკი 10-15 მარტის ფარგლებში აღნიშნავს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულს. რა თქმა უნდა, აღნიშნულ თარიღს ფინანსის გუნდიც უერთდება და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ამ პერიოდის განმავლობაში გთავაზობთ არაერთ შემეცნებით თემატურ აქტივობას, რომელთა მიზანიც გახლავთ, რომ მომხმარებელში ფინანსური განათლებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ ცნობიერება ამაღლდეს. ამ პერიოდის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს კონკურსები, ლაივ ჩართვები, ინფოგრაფიკების გაზიარება და ასე შემდგომ. შესაბამისად, ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ აქტიურად დადევნოთ თვალყური ფინანსის გვერდს და ჩაერთოთ მიმდინარე აქტივობებში. პრინციპში უკვე შეგვიძლია, რომ ჩვენს პირველ მოხსენებაზე გადავიდეთ, რომელიც გახლავთ ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ლაშა გზირიშვილი და ის გვესაუბრება საფინანსო სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში მიმდინარე სიახლეებზე. ლაშა, მოგესალმებით. ამ ბოლო პერიოდში, ბოლო რამდენიმე დღეა უკვე აქტუალურია ეს საკითხი, მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის სიახლეები და გთხოვთ, რომ გაგვიზიაროთ მეტი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. მადლობა თამთა. მოგესალმებით ყველას ლაივის მონაწილეებს, ჩვენს მაყურებლებს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ მნიშვნელოვან თემაზე ვიკრიბებით. როგორც თამთამ აღნიშნა, მიმდინარე კვირაში არის მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეული და გვინდა რომ გამოვახმაუროთ ამ ღონისძიების აღნიშვნას. უკვე ტრადიციად იქცა ამ ღონისძიების გამართვა მესამედ იმართება და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო მეტ მომხმარებელს მივწვდეთ, გავაცნოთ სიახლეები მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით რაც ხდება, რაც მომხმარებლებს რა თქმა უნდა დაეხმარება შემდგომ ამ შემთხვევაში ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში. როგორც თამთამ აღნიშნა, ჩვენ გვაქვს გარკვეული სიახლეები, მანამდე ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ ზოგადად მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ეროვნული ბანკი უკვე წლებია მუშაობს, არსებობს გარკვეული წესები, ერთი მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი არსებობს, რომელიც ფინანსურ ორგანიზაციებს ავალდებულებს გარკვეული ინფორმაცია მიაწოდონ მომხმარებლებს, სხვადასხვა საკითხს არეგულირებს და პერიოდულად გამომდინარე იქიდან თუ როგორ ვითარდება ბაზარი, მომხმარებლებს რა ტიპის პრობლემები აქვთ, რა რისკების წინაშე დგანან, პერიოდულად იცვლება ხოლმე ეს წესის და ახალი მოთხოვნები ჩნდება ფინანსური ორგანიზაციების მიმართ, იმისთვის რომ მომხმარებელთა უფლებები უფრო მეტად იყოს დაცული. რაც ეხება კონკრეტიკას, სანამ მიმდინარე წლის სიახლეებზე გადავალთ, მაინც მინდა რომ გავიხსენო შარშანდელის ასე თუ ისე მაინც სიახლეა ეს, რადგან მნიშვნელოვანი თემა იყო, კონკრეტულად ის, რომ მომხმარებლებს საშუალება აქვთ საფინანსო პროდუქტის გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში შეწყვეტონ ეს ხელშეკრულება ყველანაირი დანახარჯის გარეშე. ეს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, რომ ისეთ პროდუქტებზე, რომელზეც მიიღეს მყისიერი გადაწყვეტილება და შემდგომ აღმოაჩინეს, რომ ამ პროდუქტის რაღაც პირობა მათთვის მიუღებელი იყო, ან შესაძლოა სხვა ფინანსური ინსტიტუტიდან უკეთესი შემოთავაზება მიიღეს, ჰქონდეთ საშუალება, რომ ეს პროდუქტი გააუქმონ მაქსიმალურად მარტივად, რაც მთავარი არის დანახარჯების გარეშე. ეს წესი ეხება როგორც ფილიალში გაფორმებულ ხელშეკრულებებს, ასევე ეხება დისტანციურად გაფორმებულ ხელშეკრულებებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს წესი არ ვრცელდება გარკვეული ტიპის მომსახურებებზე, ისეთებზე, რომელზეც ძალიან სწრაფად იცვლება ფასი, ან კომპლექსური პროდუქტები
მაგალითად რო ავიღოთ ვალუტის გაცვლის ოპერაციაზე ეს შეზღუდვა არ ვრცელდება. უბრალოდ ეს უფლება. ანუ თქვენ თუ გადაახურდავთ ვალუტას 14 დღის განმავლობაში იგივე ოპერაციის გაუქმების საშუალება არ გექნებათ. ასევე არ ვრცელდება დეპოზიტებზე, მაგრამ ყველაზე ისეთ ხშირად გამოყენებადი პროდუქტები რაც არის და მომხმარებლებს ალბათ რაც ყველაზე მეტად დაინტერესებს და ეს არის კრედიტებს რა თქმა უნდა ეხება. ერთი გამონაკლისს უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ ვრცელდება იპოთეკურ სესხებზე, ეგრეთ წოდებულზე. უზრუნველყოფილ სესხებზე, მოდი ესე ვთქვათ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს შედარებით უფრო რთული პროდუქტია, მეტი დრო აქვს მომხმარებელს იმისთვის, რომ დაფიქრდეს ამ პროდუქტის შინაარსზე, იმ პირობებზე, რომელსაც თუ ის ფინანსური ორგანიზაცია თავაზობს და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება. ამიტომ მსგავს პროდუქტებზე უარის თქმის უფლების მინიჭება თვლით, რომ არ არის ასე ვთქვათ ადეკვატური ამ შემთხვევაში და პრინციპში საერთაშორისო გამოცდილებაც ამას არ ნახობს. მსგავსი გამონაკლისი არის გათვალისწინებული მათ შორის ევრორეგულაციებიც. დანარჩენი ტიპის სესხებზე საკრედიტო ბარათი იქნება ეს ამომხმარებლოს სესხი იქნება, მომხმარებელს უფლება აქვს, რომ მარტივად გააუქმოს გაფორმებიდან 14 დღის ვადაში. ერთი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ გულისხმობს, რომ 14 დღე მომხმარებელი თანხას გამოიყენებს უფასოდ, ანუ მას მოუწევს მხოლოდ პროცენტის გადახდა, ანუ თანხის აღებიდან ხელშეკრულების გაუქმებამდე იმ პერიოდის პროცენტი, მაგრამ სხვა დანარჩენი ხარჯები თუ არის მაგალითად გაცემის საკომისიო თუნდაც ან ნებისმიერი ტიპის საკომისიო, რომელსაც მომხმარებელი უხდის ფინანსურ ორგანიზაციას, ეს ხარჯები მას უკვე აღარ დაეკისრება. მათ შორის წინსწრებით დაფარვის საკომისიოც. ეს ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებაა და მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, რომ ასე ვთქვათ, კარგად დაფიქრდნენ ერთი მხრივ იმ პროდუქტზე, რომელსაც ყიდულობენ და თუ რაღაცას აღმოაჩენენ, უკეთეს შემოთავაზებას თუ იპოვნიან, მარტივად შეეძლებათ ამ ოპერაციის გაუქმება. და რადგან ვახსენეთ წინსწრების საკომისიო, ეს უკვე წლევანდელი სიახლეა, პრაქტიკულად გუშინ გამოქვეყნდა ცვლილებები საკანონმდებლო მაცნეზე, ამის შესახებ ვთქვით კიდეც ეთერებში, მიმდინარე წლის 1 მაისიდან ამოქმედება ახალი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც წინსწრების საკომისიო შემცირდება და დღეს არსებული 2%-ის ნაცვლად ზოგიერთ შემთხვევაში იქნება 0.5%. აქვე მინდა რომ ავხსნა შედარებით უფრო დეტალურად ვინ შეძლებს ამ უფლებით სარგებლობას და რა ტიპის სესხებს შეეხება, იმიტომ რომ ამაზეც ბევრი კითხვები იყო. პირველ რიგში ეს წესი ვრცელდება ნებისმიერ სუბიექტს და ნებისმიერ სესხის გამცემ ორგანიზაციაზე, რომელიც ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას. ანუ ამაში შედის კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სესხის გამცემის სუბიექტები. ეს უფლება ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მომხმარებელი მიმდინარე სესხს ფარავს სხვა საფინანსო ინსტიტუტში აღებული სესხიდან. ანუ მე თუ მაქვს სესხი რომელიმე ბანკში და ვნახე უკეთესი შემოთავაზება სხვა კომერციულ ბანკში და სხვა კომერციულ ბანკში აღებული სესხიდან ვფარავ მიმდინარე სესხს, აი ამ შემთხვევაში წინსწრების საკომისიო იქნება მაქსიმუმ 0.5%. აქ არ იგულისხმება საკუთარი სახსრებით დაფარვა, თუმცა ეს პრაქტიკაში რო ვთქვა, საკუთარი სახსრებით დაფარვა ისედაც იაფია ხოლმე, როგორც წესი ესე აქვს ფინანსურ ორგანიზაციებს. ყოველ შემთხვევაში მთავარი მიზანი ამ ცვლილების არის ის, რომ მომხმარებელს საშუალება ჰქონდეს მიმდინარე პროდუქტთან შედარებით უკეთესი პირობები მოძებნოს სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში და გაიუმჯობესოს საკუთარი მიმდინარე პროდუქტის პირობები. მათ შორის თუნდაც პროცენტის ნაწილში და მარტივად ან ნაკლები დანახარჯით შეძლოს სხვა ფინანსურ ინსტიტუტში გადასვლა. ეს ცვლილება ეხება ყველა ფიზიკურ პირს, ასევე ეხება იურიდიულ პირებს, რომელთა ჯამური დავალიანება კონკრეტული ფინანსური ინსტიტუტის მიმართ არ აღემატება 2 მილიონ ლარს. 2 მილიონ ლარს ზევით დავალიანების მქონე იურიდიული პირებისთვის საკომისიო შეიძლება იყოს 0.5%-ზე მაღალი, თუმცა მაინც ზედაჭერი ეგრეთ წოდებული, ანუ 2%-ის ოდენობით ეს რა თქმა უნდა შენარჩუნებულია. ასევე უცებად უნდა ითქვას, რომ ეს ცვლილება ეხება ლარიდან ლარში რეფინანსირებას სესხების და უცხოური ვალუტიდან უცხოურ ვალუტაში. და მომხმარებელს შევახსენებთ, რომ უცხოური ვალუტიდან ლარში სესხის გადატანა დღევანდელი რეგულაციითაც და ეს არ იცვლება, არის უფასო. ანუ წინსწრების საკომისიო, როდესაც უცხოური ვალუტის სესხს ფარავთ ლარის სესხით,
არის ნულისტური და ეს ასე შენარჩუნდება. პრინციპში ეს არის ის ძირითადი ცვლილება, მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც წელს განხორციელდა. ზოგადად, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით ბაზარს, მომხმარებელთა პრეტენზიებს, ვაანალიზებთ და თუ კი სადმე არის შესაძლებლობა, რომ გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით მარეგულირებელი მოთხოვნები, ამას ასეც გავაგრძელებთ. თუ რაიმე კითხვა იქნება, მზად ვარ, რომ უპასუხო. ლაშა, მადლობა საინტერესო მოხსენებისთვის. ნამდვილად საინტერესო და მომხმარებლებზე მორგებული სიახლეებია. რა თქმა უნდა, რამდენიმე კითხვა არსებობს თქვენს მოხსენებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე, ეხლა გადავალ სადაზღვევოს წარმომადგენელთან, ქაბოტონ კესარია აფხაზავასთან, რომელიც სადაზღვევოს მომხმარებელთა უფლებებზე გვესაუბრება. მოგესალმებით, ქაბოტონო კესარია. და შეგიძლიათ დაიწყოთ. მოგესალმებით, თამთა ლაშა. მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს. მადლობთ მოწვევისთვის და წარდგენისთვის პირველ რიგში, პირველად რუსტუმრად თქვენს ლაივ ჩარტვებში და იმედი მაქვს საინტერესო ჩარტვა გვექნება. როგორც აღინიშნა უკვე ლაშას მიერ და თქვენს მიერაც, მომხმარებელთა საერთაშორისო კვირეული უკვე მესამედ მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი სამსახურიც ასევე არის ჩართული უკვე მესამედ აღნიშნული კვირეულის ფარგლებში. დღევანდელ ჩარტვაში შევეცდები ძალიან მოკლედ გაგაცნოთ იმ სიახლეების შესახებ, რომელიც არის ახლა ბაზარზე, სადაზღვევო ბაზარზე მომხმარებლების დაცვის მიმართულების კუთხით. ასევე ძალიან მოკლედ მინდა გესაუბროთ თუ საერთოდ რა უფლებები აქვს სადაზღვევო ურთიერთობებში მომხმარებლებს და როდის უნდა მიმართონ მათ, თუ ისინი თვლიან, რომ დაირღვა მათი უფლებები, როდის უნდა მიმართონ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს. ზოგადად მომხმარებელს ბაზარზე და ბიზნეს საქმიანობა ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს, იმიტომ რომ მომხმარებელი არის ის, ვინც იძენს პროდუქტს და შესაბამისად მოთხოვნა ბაზარზე იზრდება პროდუქტის წარმოების სწორედ მათი კმაყოფილების ხარჯზე. შესაბამისად მომხმარებელთა მიმართ სამართლიანი მოპყრობა ძალიან მნიშვნელოვანია ფართო ხედით ყველა სექტორისთვის, როგორც მომხმარებლისთვის, ისე სადაზღვევო სექტორისთვის და ბუნებრივია თვითონ დაზღვევის სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე აუცილებელია ამ ბაზრის ზედამხედველობაც. საქართველოში ამ ბაზრის ზედამხედველობას ახდენს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის ასევე მომხმარებლების დაცვის კუთხით სადაზღვევო ბაზრის სტაბილურობა და გადახდის უნარიანობა. ასევე სამსახურზე მოკლედ რომ ვთქვათ, მის ფუნქციას ასევე წარმოადგენს საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შექმნა, თუმცა ეს მიმართულება მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არის სპეციალურად რეგულირებული ზედამხედველობაში და სწორედ ამ მიზნით უკვე 2018 წლიდან არსებობს სპეციალური სამმართველო სამსახურში, რომლის მიზანი არის მომხმარებელთა უფლებების დაცვა დაზღვევის ურთიერთობის ყველა ეტაპზე და მათ შორის ცნობიერების ამაღლება მომხმარებელთა ამ მიმართულებით. ძალიან მოკლედ რომ შევეხო ჩარჩოს საკანონმდებლოს ეს მომხმარებელთა ურთიერთობები სადაზღვეო სფეროში რეგულირდება დაზღვევის შესახებ მომხმარებელთა შესახებ დაცვის შესახებ საქართველოს კანონი, თუმცა ჩვენთანაც ზედამხედველობაში ასევე არსებობს სპეციალური ნორმატიული აქტი, რომელიც არეგულირებს სადაზღვეო ურთიერთობებს და გარდა ამისა ასევე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით სამსახური მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ დანერგილი იყოს სიახლეების საკანონმდებლო. ამ კუთხით სწორედ გატარდა რიგი ღონისძიებები ბოლო წლების განმავლობაში წინა სახელშეკრულებო ურთიერთობისა და ხელშეკრულების დადების ეტაპზე დადგინდა პირველად მინიმალური მოთხოვნები, შემდეგ უკვე გაფართოვდა მომხმარებლების დაცვის კუთხით ეს მოთხოვნები და დღეს მდგომარეობით უკვე დადგენილია მზღბეველის მიერ კეთილსინდისიერი გულისხმიერი და წინდა ხედული სტანდარტების ვალდებულება და ასევე უტყუარი სრული თანმიმდევრული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ხელშეკრულების მოქმედების მთელს პერიოდზე, მათ შორის ზარალის რეგულირების ეტაპზე და შესაბამისად ყველა ის სიახლე, რომელიც დაინერგა ამ მიმართულებით, ასევე გამოვეხმაურები რამოდენიმე მათგანს, სწორედ ამ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკიდან არის დანერგილი. მათ შორის უნდა აღვნიშნო აუცილებლად ასევე გარდა ამ საკანონმდებლო ჩარჩოსი და პრაქტიკისა, ასევე სხვათა შორის სამსახური ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს პრევენციულ ღონისძიებებს. ჩვენთან მომხმარებლების განცხადებების მიღება ინდივიდუალურად სამსახურში 2018 წლიდან მიმდინარეობს და
შესაბამისად, როდესაც კონკრეტულ განცხადებაში გამოიკვეთება ისეთი საკითხი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისტემური გამოწვევების შექმნას, სამსახური ახორციელებს მის განზოგადებას პრევენციის მიზნით ბაზარზე. აქედან გამომდინარე, გვაქვს ჩვენ რამოდენიმე სიახლე, ასევე რამოდენიმე მათგანს შევეხები. ერთ-ერთი იყო 2024 წლის სამოგზაურო დაზღვევასთან დაკავშირებით მინიმალური მოთხოვნები დაადგინა სამსახურმა. ეს შეეხებოდა ძალიან გასაგები რომ იყოს მსმენელისთვის, მაგალითისთვის, თუ დაუშვათ მოგზაური, რომელსაც ჰქონდა შეძენილი დაზღვევა ჰოსპიტალში მოხვედრის შემთხვევაში, მისი ლიმიტები 5000 ლარს არსებობდა, აღნიშნული მიღებული ცვლილების თანახმად 30000 ლარამდე იმატებს ეს ლიმიტები. ფასთან მიმართებაში თვითონ სადაზღვევო პროდუქტის, რა თქმა უნდა, მცირედი ცვლილები მოახდინა ამან, თუმცა გაცილებით არსებითი იყო მომხმარებლისთვის ის ლიმიტები, რომლებიც გაიზარდა მოთხოვნების შემოღების შემდეგ. ასევე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო სამსახურში აკუმულირებული ინფორმაციის თანახმად, ასევე განცხადებების საფუძველზე ძალიან ხშირად იკვეთება მზღველი ხშირ შემთხვევაში აუარებს უხეში გაუფრთხილებლობის საფუძვლით მომხმარებლებს ზიანის ანაზღაურებაზე. შესაბამის სამსახურმა მოიკვლია ეს საკითხი, გაითვალისწინა სასამართლო პრაქტიკაც ქართულიც, რომელიც საკმაოდ მდიდარი არის ამ კუთხით და მიიღო რეკომენდაცია ზიანის ანაზღაურებისას მომხმარებლისთვის უხეში გაუფრთხილებლობის საფუძვლით უარის თქმის შესახებ ანაზღაურებაზე, რომლის მიზანი იყო სწორედ მომხმარებლის მეტად ინფორმირებულობა ამ საგამონაკლისო პირობასთან დაკავშირებით. და იმ შემთხვევაშიც თუ უარის საფუძველი ეს იქნებოდა მათ მიმართ სამართლიანი მოპყრობის პოლიტიკის გატარება. ასევე ერთ-ერთი ყველაზე ბოლო პერიოდის სიახლე მინდა გაგაცნოთ მომხმარებლების დაცვის მიმართულებით, ეს უკვე ბოლო პერიოდში მივიღეთ, ეს შეეხებოდა მოგეხსენებათ, რომ ხელშეკრულებით შეიძლება კი არა და ძირითად შემთხვევებში არის დარეგულირებული ეს საკითხი და სამოქალაქო კოდექსიც არეგულირებს, თუმცა მომხმარებლებს მაინც აქვს მოლოდინი, რომ დავალიანების არსებობის შემთხვევაში მათ დამატებით კიდევ მიუვათ გარკვეული შეტყობინებები ამის შესახებ. ამიტომ სამსახურმა მიიღო ესეთი მოთხოვნები კონკრეტულად დავალიანების არსებობის ან ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში კიდევ ერთხელ გაეგზავნოთ მომხმარებლებს შეტყობინება ამის შესახებ, რომ მეტად იყოს დაცული მათი ინფორმირებულობა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკანონმდებლო ჩარჩო და ეს პრაქტიკა, ეს პრევენციული ღონისძიებები არ არის მხოლოდ საკმარისი მომხმარებელთა დაცვისთვის და ამ დაცვის მექანიზმებისთვის სამსახური ძალიან აქტიურად ფინანსური განათლების კუთხით მუშაობს. ფინანსური განათლება მოგეხსენებათ, ეს არის ცოდნა, უნარი, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს მიიღონ სწორი ინფორმირებული გადაწყვეტილება და ასე უზრუნველყონ თავიანთი ფინანსური კეთილდღეობა. შესაბამისად, ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება ტარდება, მზადდება სხვადასხვა ბროშურები, მასალები საინფორმაციო, მათ შორის აქვე აღნიშნავ, რომ ასეთი დამზად და ეხლა ბოლო პერიოდში შეზღუდული უქმედუნარიანი ადამიანებისთვის სხვადასხვა ვიდეო რგოლები მომზადდა და ბრაილის შრიფტით დაიბეჭდა გარკვეული საინფორმაციო მასალები, რომ მათთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო მათი უფლებების შესახებ ინფორმაცია. რაც შეეხება სიახლეებს, მოკლედ რაც შეეხებოდა, თუმცა თვითონ უფლებებს რომ შევეხოთ მომხმარებლის უფლებებს, თუ რა უფლებები აქვს სადაზღვევო ურთიერთობებში მომხმარებლებს და როგორ უნდა დაიცვან, ის ყველაზე მთავარი ძირითადი მომხმარებლის უფლება დაზღვევის ნებისმიერ ეტაპზე, ეს იქნება წინასახელშეკრულებო ეტაპი, ხელშეკრულების დადების ეტაპი თუ რეგულირების, არ არის რეგულირების ეტაპი, არ აქვს მნიშვნელობა. მათ აქვთ უფლება ჰქონდეთ სრული ამომწურავი, უტყუარი ინფორმაცია პროდუქტთან დაკავშირებით, მათ უნდა მიიღონ აუცილებლად საინფორმაციო ფურცელი, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, ეს ის დოკუმენტებია, რომელიც ნორმატივებით სავალდებულოდ აქვთ ცხოველებს დადგენილი, რომ უნდა მიაწოდონ მომხმარებლებს აუცილებლად და მათში არის თავმოყრილი სწორედ ის საკვანძო ინფორმაცია, რაც აუცილებელია იცოდეს მომხმარებელმა, ისეთი ინფორმაცია, როგორც არის საგამონაკლისო პირობები, დაფარვის არეალი და ასე შემდეგ.
გარდა ამისა, მათ აქ აღნიშნა ლაშამაც და ამ პროდუქტსაც შეეხება ისევ როგორც სხვა ფინანსურ პროდუქტებს, ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება აქვს მომხმარებელს დისტანციურად დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში 14 დღით ადრე, მაშინ მიუხედავად იმისა, რომ არ კონდეს არ გადაიხადოს არანაირი ჯარიმა და არც დასაბუთება ესაჭიროებოდეს ამის შესახებ. რაც მთავარია, მომხმარებელს აქვს უფლება ზარალის რეგულირების დროს უარის შემთხვევაში მიიღოს არგუმენტირებული დასაბუთება, ასევე მას შეუძლია ნებისმიერ ეტაპზე მიიღოს ხელშეკრულების დოკუმენტი, დამატებით პოლისები, თანხლები, დოკუმენტაცია, დაზღვევის ხელშეკრულებას როგორც წესი რამოდენიმე დოკუმენტისგან შედგება. გარდა დოკუმენტებისა ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია არა მარტო პირობების შესახებ, ან ხელშეკრულების პირობების, არამედ ქცევის წესების შესახებ, გამოითხოვოს ინფორმაცია მსხვერპლისგან, სრულად უსასყიდლოდ შეუძლია მიიღოს მან და წერილობითაც მიიღოს აღნიშნული დოკუმენტები. რაც მთავარია, გადავალ დასკვნით ნაწილზე, მას აქვს მომხმარებელს აქვს პრეტენზიით მიმართვის უფლება და არსებობს რამოდენიმე ალტერნატიული მექანიზმი აღნიშნული პრეტენზიის განხილვების. პირველ რიგში, როცა მომხმარებელი არ ეთანხმება მსხვერპლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პროცედურულად რომ გავყვეთ, მას შეუძლია მიმართოს პირველ რიგში მსხვერპლის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ასევე ნორმატივით სავალდებულო წესით აქვს დღეველებს დავალდებული, რომ ჰქონდეთ ესეთი სტრუქტურული ერთეული, მათ შეუძლია მიმართონ აღნიშნულ ერთეულს სტრუქტურას ან პასუხისმგებელ პირს, ასევე შეუძლიათ ვებგვერდის მეშვეობით, რომელიც ასევე სავალდებულო არის, რომ განთავსებული იყოს ვებგვერდზე განაცხადი, პროცედურა, ვადები და ასე შემდეგ. ეს საკმაოდ ხელმისაწვდომი პროცედურა არის განაცხადის მიღების პროცედურა, თუმცა თუ მას და ვადებს რაც შეეხება, აქვე ბარემ აღნიშნავ 30 დღე აქვს მსხვერპლს განხილვის აღნიშნული პრეტენზიის, თუმცა ბაზრის კონკურენციიდან და ასევე თვით მარკეტინგული მიზნებიდან გამომდინარე, მსხვერპლი თავისუფალი და შეუძლია დააწესოს უფრო ნაკლები ვადები თავისი მიზნებისთვის, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება საბოლოო ჯამში, აი სწორედ მაშინ შეუძლია მას მოგმართოს ჩვენ განცხადებით ჩვენთანაც ისევე შეუძლია წერილობით ან ელექტრონულად ვებგვერდის მეშვეობით გააკეთოს განაცხადი და სამსახური განიხილავს ხალხს განცხადებებს მომხმარებლების საკანონმდებლო ნორმების დაცულობის მიზნით ცხოველის მხრიდან. უნდა აღინიშნოს, რომ სამსახური არ არის ის ორგანო, რომელიც დავებს განიხილავს მომხმარებელსა და სადაზღვევო კომპანიას შორის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ასევე არ გასცემს რაიმე კონსულტაციას პროდუქტთან ან პირობებთან მიმართებაში. შესაძლოა დარღვევების შემთხვევაში იღებს შესაბამის კანონმდებლობით დაკისრებულ ზომებს სანქციების სახით, თუმცა შემდგომ ეტაპზე სასამართლოში მიმართვის ეტაპამდე კიდევ არსებობს ერთი სამსახური, ერთ-ერთი მექანიზმი, ეს არის დაზღვევის მედიაციის სამსახური, რომელიც ასევე არ წარმოადგენს დავების განხილვას სამსახურს, თუმცა მას აქვს მორიგების ფუნქცია და ცდილობს რომ შეათანხმოს მხარეები სასამართლოში წასვლამდე, ასე ვთქვათ. მოკლედ, ეს არის ძირითადი უფლებების შესახებ მომხმარებლების. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ხედავთ, დაზღვევის მომხმარებელთა დონეზე დაცული არის, თუმცა დასკვნით უნდა აღნიშნო აუცილებლად ბოლოს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ის, რომ ვიყოთ ინფორმირებული ჩვენი უფლებების შესახებ, ვიცოდეთ რა უფლებით ვსარგებლობთ და რაც მთავარია, ვიცოდეთ ამ უფლების განხორციელების გზები და საშუალებები. სულ ეს არის მოკლედ, რაც შემიძლია თქვა ამასთან დაკავშირებით, თუ შეკითხვები იქნება, რა თქმა უნდა, მზად ვარ გიპასუხოთ. მადლობა საინტერესო მოხსენებისთვის. მე პირადად მაქვს რამდენიმე კითხვა თქვენ, თუმცა დაზღვევის ნაწილიდან დავიწყებ, რადგან გაგრძელება იქნება ერთგვარი. ჩემი პირადი კითხვა არის ეგეთი, რომ თუ შეიძლება რომ თქვენი პირადი რეკომენდაცია გაგვიზიაროთ, რა იქნება ის რჩევა მომხმარებლისადმი, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, სანამ დაზღვევის პროდუქტს შეიძენენ. მადლობა.
მადლობა კითხვისთვის. თამთა ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, წინა სახელშეკრულებო ეტაპი, ანუ იგივე შეთავაზების ეტაპი, როდესაც პირველ რიგში უნდა კონდეს გააზრებული მომხმარებელს საერთოდ რა დაზღვევა ჭირდება, რა რისკებისკენ ჭირდება და რა პროდუქტი და ამის შემდეგ, როდესაც ის უკვე გააკეთებს, დაიწყებს მოკვლევას ამ პროდუქტის, რომელიც შეისყიდოს და მიიღებს გარკვეულ შეთავაზებებს სხვადასხვა კომპანიებისგან, უნდა მიაქციოს ყურადღება სწორედ იმას, ესადაგება თუ არა მის მოთხოვნებს კონკრეტული პროდუქტი, რასაც რის შესყიდვასაც ფიქრობს. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით მას აღნიშნე კიდევაც წეღან, რომ აქვს უფლება ნებისმიერი კითხვა დასვას დეტალებთან მიმართებაში, კონკრეტულად გამოიკვლიოს რა დაფარვები აქვს, რა საგამონაკლისო პირობები აქვს, რა ქცევის წესები აქვს მას, რა პროცედურები არსებობს და ასე შემდეგ. ანუ დეტალურად უნდა შეისწავლოს, სხვათა შორის აქვე აღნიშნავ, რომ მას წერილობით შეუძლია გამოითხოვოს აღნიშნული ინფორმაცია, ნორმატივით ადგენილი ვალდებულებით საინფორმაციო ფურცელი არსებობს ესეთი დოკუმენტი, სადაც თავმოყრილია ეს ძირითადი ინფორმაცია და უნდა გადაეცეს ეს მომხმარებელს დაზღვევის შეძენის ეტაპზე და აქვე დავამატებ, რომ არა მხოლოდ ერთ შემთხვევაში ერთი მცხოვრებელისგან შეუძლია მომხმარებელს რამოდენიმე მცხოვრებელისგან გამოითხოვოს ერთი და იგივე რისკის დაზღვევის შემთხვევაში საინფორმაციო ფურცლები მათ პროდუქტებთან მიმართებაში შეარჩიოს და რომელიც უფრო ერგება მის მოთხოვნებს, ამის მიხედვით გააკეთოს არჩევანი შემდეგ. მადლობა. დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო რჩევები იქნა გაზიარებული მსმენელის მიმართ. შემდეგი კითხვა, რომელიც უკვე ლაშასთან იქნება, ლაშა თქვენ აღნიშნეთ, რომ წესრების საკომისიო შემცირდა და 0.5% გახდა. თუმცა აქამდე არსებული რეგულაციით გარკვეულ შემთხვევაში საკომისიო იყო 0%. ამასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ 0-დან 0.5%-მდე რა შემთხვევაში ვრცელდება? მადლობა თამთა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ოდენობა მიმდინარე რეგულაციითაც არის განსაზღვრული და ის დამოკიდებულია ხელშეკრულების დარჩენილ ვადაზე. თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე ვადა, მაშინ წინსწრების საკომისიო არის ნებისმიერ შემთხვევაში 0. და ეს მოთხოვნა შენარჩუნდება, უბრალოდ ამას ემატება ის, რომ თუ თქვათ ერთი ბანკიდან მეორეში ხდება რეფინანსირება, ამ შემთხვევაში უკვე წინსწრების საკომისიო შესაძლებელია იყოს მაქსიმუმ 0.5%. თუმცა რეფინანსირების შემთხვევაშიც კი, თუ კი ვადა დარჩენილია 6 თვემდე, მაშინ უკვე 0% იქნება. ანუ მოქმედი რეგულაცია რჩება ძალაში ვადასთან მიმართებაში და სხვა შემთხვევებში, როდესაც უფრო მაღალი იყო საპროცენტო განაკვეთი, მაგალითად 48 თვეზე მეტი თუ არის დარჩენილი, უბრალოდ 24 თვეზე მეტი თუ არის დარჩენილი ხელშეკრულების დასრულებამდე, იქ 2% შესაძლებელია ყოფილიყო წინსწრების საკომისიო და ახალი რეგულაციით იქნება უკვე 0.5%. აუცილებლად კიდევ რომ არ დამავიწყდეს, აღნიშნავ, რომ ეს ცვლილებები ეხება 1 მაისიდან გაფორმებულ ხელშეკრულებებს, ახალ ხელშეკრულებებზე გავრცელდება, ან თუ ძველ ხელშეკრულებებზე რაიმე ტიპის ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში, მათზეც გავრცელდება ეს მოქმედი რეგულაცია. მადლობა და ბარემ აქვე ჩაგეკითხებით ჩემს მოკლე კითხვასაც. გარანტიების შემთხვევაშიც გარკვეული ცვლილებებია წესრების საკომისიოსთან მიმართებით და თუ შეგიძლიათ რომ მაგაზეც გაგვიზიაროთ მეტი ინფორმაცია. მადლობა თამთა, ესეც მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ დღემდე წინსწრების საკომისიო გარკვეულოდენობებით შეზღუდული იყო მხოლოდ ცესხებზე. ამ ცვლილებებით 1 მაისიდან უკვე შეეხება ეგრეთ წოდებულ დოკუმენტალურ ოპერაციებს, საბანკო გარანტიები, აკრედიტივები და აქაც დღემდე მსგავსი შეზღუდვა საერთოდ არ არსებობდა, ანუ წინსწრების საკომისიო საერთოდ არ იყო განსაზღვრული, ზოგიერთ შემთხვევაში 2%-საც აჭარბებდა. ამ ახალი ცვლილებებით 1 მაისიდან 2 მილიონ ლარამდე დოკუმენტალურ ოპერაციებზე წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ზღვარი იქნება 0.5%, 2 მილიონ ლარსევით იქნება მაქსიმუმ 2%. ანუ ეს ნაწილიც უკვე დაიფარა, იმიტომ რომ შინაარსობრივად პრინციპში გარანტიაც მომხმარებლის ვალდებულებაა. შინაარსობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სესხის მსგავსია, ამიტომ ეროვნულ ბანკმა ჩათვალა საჭიროდ, რომ მსგავსი მოწესრიგება ყოფილიყო, როგორც არის მაგალითად სესხებს. მადლობა.
ახლა გადავალ უკვე უშუალოდ მსმენელის კითხვებზე და ერთ-ერთი კითხვა ლაშა თქვენს მიმართ არის. ზოგადად რომ გითხრათ, რა შინაარსი აქვს წინსწრების საკომისიოს პირგასამტეხოს და ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ წინსწრების შემთხვევაში მსაცხებელი მთელ დარჩენილ ვადაზე პროცენტს ცალკე იხდის და ამ წინსწრების საკომისიოს ცალკე ზოგჯერ სწორედ ასე აღიქმება და ამიტომ კარგი იქნება თუ განმარტებას განმარტავდა. მადლობა, საინტერესო კითხვაა. მოდით რამდენიმე კომპონენტად დავყოთ. პირველი შინაარსობრივად პირგასამტეხო გულისხმობს გარკვეული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებულ თანხას, ხო? ანუ თუ მომხმარებელი არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, მაგალითად არღვევს დროულად არ შეაქვს თანხა, ამ შემთხვევაში შეიძლება რომ რაღაც გარკვეული პირგასამტეხო დაეკისროს და ესეც სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულია მისი მაქსიმალური ზღვრები. რაც ეხება წინსწრების საკომისიოს, ეს შინაარსობრივად ფაქტობრივად აკომპენსირებს ფინანსური ორგანიზაციის მიერ საომალო პერიოდში მიუღებელ თანხას. იმიტომ რომ თუ მაგალითად ფინანსურმა ორგანიზაციამ გარკვეული ვადით გასცა თანხა, პირობითად არის 2 წლით და 6 თვეში იფარება, დანარჩენი წელიწადნახევრის განმავლობაში მისაღები პროცენტები ვერ მიიღებს, ხო, ფინანსური ორგანიზაცია. ამიტომ წინსწრების საკომისიო არის განსაზღვრული. თუმცა კაც კიდევ ერთხელ განვამბობ, რომ გარკვეულ ვადებზე არის დამოკიდებული. თუმცა მნიშვნელოვანი თემა არის რა, რომ როდესაც მომხმარებელი წინსწრებით ფარავს, ანუ ვადაზე ადრე ფარავს სესხს, ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულზე უფრო ადრე, ის იხდის მხოლოდ ბოლო გადახდიდან წინსწრების მომენტამდე ძირითად თანხაზე დარიცხულ პროცენტს, არავითარ შემთხვევაში სამომავლოდ დასარიცხ პროცენტს, ანუ თუ შევხედავთ მაგალითად გრაფიკს წინსწრებით დაფარვის მომენტიდან ვადის ბოლომდე რაც უნდა გადაეხადა პროცენტი, ამის გადახდა რა თქმა უნდა არ იკისრება. კიდევ ერთხელ ის იხდის ბოლო გადახდიდან წინსწრებით დაფარვის მომენტამდე დარიცხულ პროცენტს და წინსწრების მომენტისთვის რაც არის დარჩენილი ძირითადი თანხა იმის წინსწრების საკომისიოს. და წინსწრების საკომისიო პლუს შეზღუდულია იმ მოდელობებში რაც ახლა ვახსენეთ. ზოგიერთ შემთხვევაში 0.5%-ია, ზოგიერთ შემთხვევაში 2% და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომ წინსწრებით მომენტით გადახდის დროს რა თანხას დაეკისრება მომხმარებელს, ანუ ბოლო გადახდიდან წინსწრებამდე პროცენტი პლუს წინსწრების საკომისიო, ამან ჯამში არ უნდა შეადგინოს იმაზე მეტი, ვიდრე გრაფიკით განსაზღვრული საპროცენტო გადახდილი პროცენტი იქნებოდა. ეს უფრო იმ დროს არის რელევანტური, როცა გრაფიკის ბოლოსკენ არის უკვე გადახდები, ეს ცოტა ისე ტექნიკური დეტალია, მაგრამ ესეც დარეგულირებულია და ყოველთვის ფინანსური ორგანიზაციები ზედმეტს ნამდვილად არ ახდევინებენ მომხმარებელს. თუმცა თუ მომხმარებელს აინტერესებს მაგალითად კონკრეტულად წინსწრებით დაფარვის მომენტისთვის ამდენად სწორად იქნა დაანგარიშებული წინსწრების საკომისიო პროცენტი ზედმეტი ხო არ გადაიხადა, ამ კითხვებით შეუძლია მიმართოს როგორც უშუალოდ ფინანსურ ორგანიზაციას, თავის მომსახურე ფინანსურ ორგანიზაციას, შეუძლია გადაამოწმოს კალკულატორებზე, რომელიც მრავლად არის ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, ასევე ფინედუს ვებგვერდზე და თუ რაიმე პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა, რა თქმა უნდა შეუძლია ეროვნული ბანკის ხელხასაც მიმართოს. კი ბატონო, მადლობა. მადლობა მეტი ინფორმაციისთვის. პრინციპში ახლა როგორც ხედავ, ეს იყო ის ძირითადი კითხვები, რაც მსმენელის მხრიდან იყო დასმული ფინედუს ლაივის კომენტარების ველში, თუმცა როგორც ლაშამ აღნიშნა, დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში, ან ინფორმაციის ამ პრეტენზიის შემთხვევაში შეუძლიათ, რომ ნებისმიერ დროს ეროვნულ ბანკსაც მიმართონ. რაც შეეხება შემდგომ ლაივებს, სანამ გადავიდოდე, მანამდე კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ მსმენელს ჩართულობისთვის, მადლობა სპიკერებს დროის დათმობისთვის და საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მსმენელისთვის ძალიან საჭირო და გამოსადეგი ინფორმაცია იყო. მე აქვე დავამატებ, რომ მიმდინარე კვირების განმავლობაში კიდევ გაგრძელდება ლაივ ჩართობი, სადაც უფრო დეტალურად და მეტ სხვადასხვა მარეგულირებების მხრიდან გავშლით ამ თემებს, რაც ეხება მომხმარებელთა უფლებების დაცვას და მათ პასუხისმგებლობას. შეგახსენოთ, რომ შემდეგი ლაივი გაიმართება 13 მარტს 5 საათზე და 14 მარტს ანალოგიურ დროს. შემდგომი შეხვედრის თემა იქნება უკვე და შემდეგი ლაივი დაეთმობა მომხმარებლის საქონლისა და მომსახურების, ასევე ენერგეტიკის და
ენერგეტიკისა და წყალმომაგრების სექტორის მომხმარების უფლებებს, ხოლო უკვე 14 მარტის ლაივ შეხვედრა დაეთმობა ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების კომისიას, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტუალურობით სარგებლობს. მე კი აქ დაგემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე. მადლობა. მადლობა.